გორის სასულიერო გიმნაზიაში მწერლისა და პუბლიცისტის ვაჟა შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მწერლის მოღვაწეობა და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ვაჟა შაქარაშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა უმაღლეს დაწესებულებებში პედაგოგად. ის არის 1000-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციისა და ათეულობით სატელევიზიო გადაცემის ავტორი, მათ შორის ტელეფილმის „პიმენდვალის“. აფხაზეთსა და სამოჩაფლოში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს წლების მანძილზე იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, საიდანაც მოვლენა და ეპიცენტრიდან სისტემატიურად აწვდიდა მასალებს ქართულ მედია საშუალებებს. Idis peria sopeli tandatan provinდება Raris ჩვენი სიცოცხლე ჭიდივით გაგიფრინდება Raris ჩვენი სიცოცხლე ჭიდივით გაგიფრინდება დღეს 5 მაისს გორის სასულიერო სემინარიაში ჩატარდა ვაჟა შაქარაშვილის მამას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მწერალთა სახლისა და მისი მეგობრების ორგანიზებით. მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ მათგანს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა და ასე გაგვახარა და აი ამ დაფასებას და სიყვარულს ვაჟა შაქარაშვილი ნამდვილად იმსახურებდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ მეც ვარ ამ ყველაფრის ნაწილი. ვაჟა შაქარაშვილი ჩემთვის და მთელი ყველა გორელისათვის მე ვიტყოდი სრულიად საქართველოსათვის განსაკუთრებული პიროვნება გახდათ, როგორც მწერალი, როგორც ჟურნალისტი და როგორც პატრიოტი თავის სამშობლოსი. მე მას ვიცნობდი ჯერ კიდევ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობიდან და ის მიზნები, რაც მან დაისახა, ერთი კაცის საზრიდი არ იყო ალბათ და ბევრი დარჩა კიდევ განახორციელებელი, რამე თუ მატიანე, რომელიც მან შექმნა, ეს ყველა ქართველისათვის მნიშვნელოვანი, ღირებული და საინტერესოა.